მოგესალმებით, მეგობრებო. გავაგრძელებ ვიდეოების ციკლს შავი მთვარე და ოპოზიციური ნიშნები, როგორ ავლენენ თავს ოპოზიციებში. შავი მთვარე ჩვენთან კარმულ ასტროლოგიაში ერთი ვიდეო მაქვს მოგონი შევთქვეროზე ჩაწერილი, მაგრამ მაინც გეტყვით. შავი მთვარე ეს არის ჩვენი არაცნობიერი ჩრდილი, არაცნობიერი სურვილები, ძლიერი სურვილები, რომელიც სადღაც ტაბუირებული არის, სადღაც ქვეცნობიერში ყავს ჩამალული, სადღაც გვეშინია ხოლმე ამ ენერგიების ზოგჯერ გაჩნია ხოლმე შავი მთვარის მდებარეობასაც, მაგრამ კარმული ასტროლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს. ეს არის კარმულ ასტროლოგიაში ის წერტილი, სადაც ჩვენ დიდტკივილი მივიღეთ მაგალითად ან სადღაც ვალები დავაგროვეთ კარმული და ამიტომ აღარ გვინდა ხოლმე იქ შევიდეთ, იმიტომ რომ არაცნობიერს თითქოს გონია, რომ იქ არ იცის წესები, ესე რა თქვა და იქ არის ის საზღვარი. ანუ ლილიტმა იცის, ანუ შავი მთვარე ლილიტ ეგრე შავი მთვარე იცის უკიდურესობების ჩართვა. და აი ამ უკიდურესობებში გადავარდნის გვეშინია არაცნობიერად და ნუ რეალურადაც ესეც გვემართება ხოლმე ზოგჯერ თუ არის შავი მთვარე დაუმუშავებელი, თუ არის გაუცნობიერებელი, აუცილებლად შედის მე ადამიანი ამ შავი მთვარის ზონაში და აუცილებლად მე ისე უკიდურესობაში გადადის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მე ნუ კარმულ ვალებს ვეძახით ამას და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ დაბლოკილი არის ეს ენერგია, იმას თავის პრობლემები მაქვს, თუ უკონტროლოდ გავხსნით, იმასაც თავის პრობლემები მაქვს, თავარი არის ხოლმე, რომ ჩვენ გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე და რა არის ეს ენერგია, ხო? თორე შავი მთვარე კარმულ ასტროლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვან წერტილს ვეძახით, მე თუ მკითხავთ უფრო მფარველი ანგელოზია ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, იმიტომ რომ შავი მთვარეზე ყოველთვის რომ ვეხებით მე მფარველ ანგელოზთან გავდივართ, მაგრამ მაინც ზოგადად ადამიანის ის ინსტინქტების, ტაბუების, შიშების ენერგია მთავარი ყოველთვის შავი მთვარეზე არის კონცენტრირებული. მნიშვნელოვანი არის ამ ენერგიის გაცნობიერება და გათავისუფლება, კონსტრუქციულად სწორად, ხო? ახლა წინა ვიდეოებში შევეხე, გავიარეთ ოპოზიციური ნიშნები, მოვედით კერჩხიბამდე და ახლა ლომი მერწყულის ღერძზე უნდა ვისაუბრო, ვისაც გაინტერესებთ, მაგალითად შავი მთვარის თემატიკა უფრო ხრმად, ხო გეუბნებით ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიმართულება არის კარმული ასტროლოგია, კარმული ეზოთერული ასტროლოგია, რომელიც ფსიქოლოგიაში გადადის უფრო ფსიქოლოგიურად არის საჭირო ამ ყველაფრის დამუშავება, იმიტომ რომ თუ კარმულ ასტროლოგიაზე ვსაუბრობთ, იქ საგვარეულო კარმას აუცილებლად გულისხმობთ, ეს ყოველთვის საგვარეულო კარმასთანაც არის ჩართული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს სიღრმეებში გასვლა, იმიტომ რომ როგორც წესი ასტროლოგთან თუ მივდივართ, ან ფსიქოლოგთან თუ მივდივართ, ან რაღაც პრობლემები თუ გვაქვს, ყოველთვის აქ ღრმა კარმული პროგრამები არის მნიშვნელოვანი ხოლმე და მნიშვნელოვანი არის ამის გაცნობიერება. ეხლა თან ისაც მნიშვნელოვანი არის, რომ არ არის გარანტია, რომ ჩვენ რო ეს ინფორმაციები გავიგოთ, ეს ჩვენ სხეულებრივად ვიცხოვროთ, იმიტომ რომ აქ კიდე ცალკე სხვა პროცესები არის, ინდივიდუალური მომზადების ფაქტორებიც არის ძალიან დიდი და ვიღაცას აქვს ეს დაცვითი მექანიზმები ისეთი ძლიერი ჩართული, რომ არ შევა ამ შავი მთვარის ზონაში. ვიღაცები პირიქით ყველაზე მეტად მანდიშლებიან და ყველაზე მეტად მან ცვლიან ცხოვრებას, როგორც კი აი ამ თავარ კარმულ ენერგიებს შეიჭიდებიან, ხო, ესე რა ვთქვათ, ხა? აღარ შეეხება ლომი მერწყულის ღერძს, როდესაც ვამბობთ, ხა ასტროლოგია ვიცით, რომ სიმბოლიზმი არის თავიდან ბოლომდე და ლომიც, ხა როცა ვახსენებთ ლომის ზოდიაქო, მერწყულის ზოდიაქო, აქ სიმბოლიზმი არის, ამ სახელში გაერთიანებული არის მთელი თვისებები, სფეროები, ხა ლომის არქეტიპი, ესე რა ვთქვათ, ხო? აქ გაერთიანებული არის თანამდებობის ფიგურებიც კი, ანუ ცხოვრებაში ეს ასტროლოგიაში არის დახარისხებული არა მარტო თვისებები, არა მარტო გარემოება, არამედ სიტუაცია და ხალხიც. ახლა მაგალითად როცა ხსნით ხოლმე კარმული ასტროლოგიის და ფსიქოლოგიის ჯგუფი მაქვს ასტროლოგიური სკოლის და მან ხსნიდი ზუსტად ახლა ეს ორდღიანი ინტენსიური ლექციები მქონდა 7 საათიანი თითო ლექცია 7 საათი გრძელდება ხოლმე და მან საუბრობდით ზუსტად, გავდიოდით დეტალურად ყველა პლანეტას. სხვაშორის ნოემბერში ვაპირებ ამ კურსის კიდევ ერთხელ ჩაშვებას მე-6 ჯგუფის, ვისაც გექნებათ ინტერესი, ისწავლოთ თქვენი რუკა უკეთესად, ისწავლოთ თქვენი თავი უკეთესად. თქვენი ოჯახის წევრების ფსიქოემოციურ ენერგეტიკულ კარმულ თემებში გაერკვეთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნოემბრის კურსზე. დავაანონსებ მალე უკვე თარიღს.
და აქ ჩვენ ძირითადად სწავლობთ ხოლმე აი ესე სიღრმისეულ თერაპიულად გავდივართ ყველა მონაწილის რუკით, სიღრმისეულად გავდივართ ხოლმე ასტროლოგიას, კარმულ ასტროლოგიას, ფსიქოლოგიურ ასტროლოგიას და 1200-მდე ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ვისაც შეგიძლიათ უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ მაგალითად ასტროლოგია შეგიძლიათ ეს ვიდეოებიც ნახოთ. და როდესაც ლაპარაკობთ ახლა თუნდაც ასტროლოგიურად აი ამ არქეტიპებზე, ხო, ლომის და მერწყულის არქეტიპის და რა არის ოპოზიციური ენერგია. როგორც ისეთ აი, როდესაც შავი მთვარე არის ლომში, ლომი რა არის? ცალკე აღებული ლომი, ეს არის ეგო თემები. ანუ მე რამდენად მნიშვნელოვანი ვარ, რამდენად ჩემ თავს ხედავ, რამდენად ჩემ ინდივიდუალიზმს ხედავ. ეს არის შინაგანი, აი, როგორ გითხრათ, იცით, აი ატიმოყვარეობა უფრო სატურნთან დავაიგივებდი. აი ეს არის უფრო რამდენად მე ჩემს თავში ვარ დარწმუნებული მყარად, ჩემი თავის თვით გამოხატვა მაქვს მყარად. ახლა წარმოიდგინეთ, შეიძლება ეს მეფის არქეტიპი არის, ხო? ლომი მმართველის არქეტიპი, რომელიც გუნდს მართავს. ესე გუნდი ჭირდება. ესე იგი, მე რო კაშკაშებ, მე რო ვანათებ, ვიღაცამ ხოდა დავინახოს. ანუ ვიღაცისთვის ხო უნდა ვანათო, ვიღაცას ხო უნდა ვხამძღვანელო, ესე იგი აქ ავტომატურად ოპოზიციური მერწყული აქტიურდება. შესაბამისად, ავტომატურად როცა შავი მთვარე ლომში ვლაპარაკობთ, მას შიდევს ავტომატურად მერწყულის თვისებებიც, მერწყულის არქეტიპული ენერგია. ოღონდ თვისებები განა ისე როგორც ხასიათი თვისებები, ეს არის უფრო მოდი ესე ვთქვათ, თუ მფარველი ანგელოზი ყავს ლომში ადამიანს, იქ ავტომატურად მერწყულის ენერგიას პოზიტიურად ატარებს, მაგრამ შავ მთვარეში ავტომატურად ნეგატივს ატარებს, ასევე შავ მთვარე მერწყულის მსგავსი პოლარობა შეიძლება იყოს. ეხლა რა არის აქ სურვილი და რა არის რეალობა? ანუ სურვილი არის ლიიტი ლომის თავისთავი გამოხატოს, აღიარონ, ტაში დაუკრან პრიმიტიულად რო ვთქვათ ესე. იყოს უპირობოდ იდეალური ყველაფერში, ანუ რასაც ვაკეთებ, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დიდი ტაშის ღირსი, ესე რომ ვთქვათ, თვით გამოხატვის ძალიან ძლიერი სურვილი, ლიდერობის დიდი სურვილი, მაგრამ პასუხისგებლობის არაცნობიერი შიში. აი აქ უკვე იჭედება შავი მთვარე ლომში გადადის ოპოზიციურ მერწყულში. ანუ სინამდვილეში აქ არის თავისუფლების თან მოთხოვნილება, თან მმართველობის მოთხოვნილება, თან ტაშის მოთხოვნილება, თან ითქვიფება სოციუმში რიგითად. ანუ ლილიტის შემთხვევაში ახლა წინასაც რა ვხსენე სხვა ნიშნები, მაგალითად შავი მთვარე კეჩხებში მე ზრუნვა მინდა, ესე იგი ვიღაცა მინდა წინ ავტორიტეტი მყავდეს და მე ვხვდები ეს ავტორიტეტი, ხო? ანუ პოლარობაში გადავდივარ. ლომის შემთხვევაში ეს თან არის აღიარების და ტაშის მოთხოვნილება, ოღონდ თან პასუხისგებლობების არასწორი აღქმა არის. შეიძლება ნახოთ შავი მთვარე ლომში ყველაფერს თავის თავზე იღებენ ზოგჯერ, ან ოჯახზე განსაკუთრებით და შვილებზე, ყველაფრის მართვა უყვართ, კაცები შეიძლება იყვნენ, აი რა არის ხოლმე ლიტერატურაში პირველ დონეზე, როცა ლაპარაკობთ შავი მთვარის, რომ ტირანია შეიძლება გამოავლინოს ოჯახში, პირად ურთიერთობებში, სასიყვარულო სფეროში, იმიტომ რომ ლომი სასიყვარულო სფეროს ეხება, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის სადღაც არაცნობიერი შიში, ცოტა ის უპასუხისგებლობის, ხო? ანუ სადღაც ვერ ვიჭერს სწორად ბალანს, იქ ვავლენ პასუხისგებლობას, სადაც საერთოდ საჭირო არ არის და იქ არ ვავლენ პასუხისგებლობას და მერწყულში გავრბევარ, სადაც საჭირო არის. კიდევ უფრო ღრმა შრეში რო ჩავიდეთ და რო ავხსნათ პოლარობას რა შეავლენა, ხო? აი ამ ეგოს გამოვლენა უნდათ მერწყულურ ზონაში, ანუ მასებში. იქ იკარგება მათი ხმა, განცდა აქვთ ესეთი, ან თვითონ კარგავენ ამ ეგოს. მაგალითად შეიძლება ძალიან დიდი შიში იქონდეთ გამოჩენის, აღიარების და თან შინაგანად მხოლოდ ეს შეიძლება უნდოდეს, ხო? ტაში სცენაზე დგომა პირდაპირ მნიშვნელობით თუ გადატენით მნიშვნელობით მთავარი მოთხოვნილება არის. და აქ შეიძლება გამოვლინდეს, ხა რა თქმა უნდა მთელ რუკას გააჩნია, სელენას გააჩნია, ამას როგორ ავლენს ადამიანი, ეს არ არის ესე შაბლონურად, რომ ყველა შავი მთვარე ლომში ერთნაირად ავლენდეს თავს, ხო? რა თქმა უნდა, კარმულ კვანძებს უყურებთ, რა თქმა უნდა, მფარველ ანგელოზს უყურებთ იქ პირველ რიგში. მაგრამ მაინც არაცნობიერი ეს არის, რომ სადღაც მე მინდა პირველი ვიყო, მაგრამ მე თვითონვე
მეორედ ვაყენებ ჩემ თავს. ანუ მერწყულში გადადიან, რიგითი ვარ. ან ვიღაცას სხვაზე ვაპროეცირებ, მაგალითად ეს ლომის ენერგია, რომ აი ის ვიღაცა ლიდერი არის, ვიღაცას უნდა შევნატროდე, ვიღაცას უნდა ვეტრფოდე, ხო, ხშირად არის ქალებში აკვიატება რომელიღაცა პარტნიორის მაგალითად, ან აი ვიღაცაზე გაგიჟება განსაკუთრებით, ხო, ანუ ვიღაც ნარცისული ფიგურები ჭირდება, ნარცისულად არიან ამ ფიგურებზე ორიენტირებულები, ეს კატეგორიაც არის, არ მომბობ, რომ ყველა ესე არის, უბრალოდ არის ესეთი ენერგიაც და არაცნობიერში ეს მოთხოვნილება არის, რომ ესე მინდა მე ზუსტად ან მეტრფოდნენ, ან მე მინდა ეგეთი ვიყო შინაგანად და მე ვაპროეცირებდე სხვებზე. მაგრამ სხვებს რო ესე ვაპროეცირებ, მე ავტომატურად კარგავ ჩემს მეს. ხო, ავტომატურად მე მასაში ვითქვიფები. და სინამდვილეში თან თავისუფლების სურვილი მაქვს, რომ გავთავისუფლდე აი ამ იდეალიზირებული ტაშისგან, ხო, რომ აი მე მინდა ეს ეგოს გამოვლენა თან თავისუფლებაში გავრბევარ მე, იმიტომ რომ ეს საუტანელია ჩემთვის ის ამდენი ან პასუხისმგებლობები, ან სულ წვალება იმაზე, რომ მოვერგო სხვებს, ვემსახურო სხვებს, მაგალითად მერწყულში გადადიან, ხო? ვემსახურო სხვების ინტერესებს როგორღაც მივიღო მათგან სიყვარული და სიტყვა. ხა ესე რომ ჩავყვეთ ის გას ყველას გვინდა ეს რომ სიყვარული მივიღოთ ადამიანებისგან, ხო, მაგრამ შავმთვარე ლომის შემთხვევაში აქ შეიძლება საკუთარი მეც კი დაკარგოს. როგორც წესი, უფრო აქვთ განცდა, რომ მე არ ვიცი სად ვარ. მეხუთე სახლის შავმთვარეც გასი არის სხვათა შორის. მე არ ვიცი სად ვარ, მე არ ვიცი ვინ ვარ. და მე შეიძლება ეგზისტენციალური კრიზისიც დაეწყოთ, რომ აი მე რო ვეძებ, აი კარმალას როლოდეში წერია, რომ იმდენად ადამიანი თამაშობდა იმ როლს, რაც არ იყო და ერგებოდა სხვებს. ანუ მთლიანად შეიძლება მერწყულში გადავიდეს ადამიანი და ეს იდენტობის კრიზისი შეიქმნას, მე რომ მე აღარ ვიცი ამდენ თამაში უკვე რეალურად ვინ ვარ. საქმეზე რომ მიდგეს, აქ პრობლემა იქნება და ზოგთან არის ეგზისტენციალური კრიზისი, ზოგთან არის მაგალითად ნერვოზული ფონის გამოვლენილი, მაგალითად შეიძლება რაღაც სხვადასხვა პრობლემები იყოს, ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ლომი მართავს გულუსის ძარღვთა სისტემას, ზურგის არის, სხვათა შორის ზურგის ტკივილები შეიძლება კონდეთ ხოლმე, როგორც პასუხისმგებლობების მანიშნებელი ტვირთი პასუხისმგებლობებში შეიძლება ფსიქოსომატურად გამოვლინდეს ზურგის წელის ტკივილებით მაგალითად. ასევე ლომის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს პირად ცხოვრებაში პრობლემები შვილებთან არის ყველა ვარიანტში არა, მაგრამ ხანდახან არის შვილებთან გაუგებრობა ან დისტანცირება, ან სადღაც გადამეტებული ან დომინანტობა და ამის გამო პროექცია იმაზე, რომ მე შვილები მიმართ მაქვს პოტენციური ან არაცნობიერი აგრესია, ან არაცნობიერი პირიქით ჩაფრენა, იმიტომ რომ სადღაც შვილები, ბავშვები ზოგადად გამოხატავენ ლომურ ენერგიას, ეს არის თავისუფალი თვითგამოხატვა. და აქაც შეიძლება მე სადღაც მიტრიგერდებოდეს ეს თემა, იმიტომ რომ ბავშვი შემოქმედებითი ენერგიაა, თავისუფალი ენერგიაა და რაც ჩემში არის ჩაყლაპული არაცნობიერად, ხო? იმასთან მე პრობლემა მქონდეს. ეს უკვე ცოტა რთულ გამოვლინებაში. ნუ ყველაზე მძიმე ვარიანტი ლილიტი ლომის, ეს არის, ნუ ეპშტეინი თუ გახსოვთ, ეხლა ხას ამბავი რომ იყო სკანდალები, რომ ამოიყარა იმ ადამიანს, ლილიტი ლომში ყავდა. მეშვიდე სახლში პარტნიორულ ენერგიაში ეს არის ყველაზე მძიმე გამოვლინება. პუტინი არის ლილიტი ლომი მაგალითად და სპექტაკლით, შოუებით და ტყუილით მართავს მასებს მერწყულის ენერგიას, ხო? თუმცა ასევე ილია ჭავჭავაძე იყო ლილიტი ლომი და ეს იყო თან ფარველი სასწორში ყავდა და ეს საზოგადოების შექმნა ჩაუდგა სათავეში, ეს ჩემი აზრით ცოტა მაღალ გამოვლინებადი ლომი არის, თუმცა შვილოსნობასთან პრობლემა ჰქონდა მას და ასევე დიდად დაფასებაც არ ჰქონდა, ხო? იმიტომ რომ შავმთვარე ლომში ერთ-ერთი ის არის, რომ შეიძლება სიცოცხლეშივე ნაკლები იყოს დაფასება, ესეც კარმულ ვალებს ვეძახით. და მერწყულში ყოველთვის გავდივართ. აი თქვენ თუ ნახავთ ცნობილი ადამიანები, თუნდაც პუტინი, როდესაც მედვედევი ყავდა, ესე მედვედევი არის შავმთვარე მერწყული და სადღაც აი ძალიან კარგი ტანდემია ხოლმე ბევრი ლილიტი ლომს მეგობრები ყავთ ლილიტი მერწყულები, იმიტომ რომ ერთნაირები არიან არაცნობიერ დონეზე რაღაც წერტილში, ხო? აი ლილიტი მერწყულში, როდესაც იდეალებზე შეიძლება ილაპარაკოს თავისუფლებაზე,
მას სურს ჯგუფზე დომინანტობა, ლომში გადადიან. იქ იმალება სინამდვილეში იმ იდეალებში, იმ სადღაც აი ხა ძალიან მოყვარს მამარდაშვილის მისი შემოქმედება დავარქვათ ხა ფილოსოფიას, მაგრამ ჟამთარი ყავდა მერწყულში. ზიად გამსახურდია, მერაბ კოსტავალიეტი მერწყულები იყვნენ და აი მამარდაშვილთან ძალიან კარგად გამოიხატებოდა ეს მერწყულური, სხვა შორის დოჩანიშვილიც ლიტ მერწყული იყო თავისუფლების იდეა, თავისუფლების ეს ბრძოლა, სადღაც, ანუ მერწყულები გამოდიან თავისუფლების იდეით. მაგრამ მამარდაშვილს ჰქონდა ესეთ რაღაცა, რომ აი საზოგადოება ცალკეა და მე ცალკე ვარ. არაცნობიერად ჩამთვარე მერწყულის გამოყოფს სხვადასხვა მიზეზით, სხვა ტრაუმით, სხვა ეგზისტენციალური კრიზისის გამოყოფს ხოლმე ჯგუფისგან თავს. მასები და ჯგუფები არის ხალხი, მასა, თან უფრო უბრალო ფენა. მერწყული არის საზოგადოების უბრალო ფენა. მუშათა კლასს ვეძახით მერწყულს. ყველა ვართ ახლა მერწყულის ზონაში, ზოგადად ხა ერი, ხალხი, მასა მერწყულის ზონა ვართ, მაგრამ აი უშუალოდ მერწყული ზოგადად გამოიხატება როგორც ის საზოგადოების ყველა ფენა. ანუ იქ ფენებრიობაც ახლა ინტელექტუალური კარგი ოჯახიშვილი დაბალი ოჯახიშვილი ეს არ აინტერესებს მერწყულის ზონას თვითონ არქეტიპით. ეს არის უბრალო ხალხი. ლომი ეს არის მხოლოდ ესეთი ფუფუნება, მხოლოდ მდიდრები, ესე რომ ავიღოთ, ან კარგი ოჯახიშვილები, ან კარგი საგვარეულო ნუსხით. აი არქეტიპულად ლომი არის უფრო მაღალი საზოგადოება. მერწყული არის უბრალოდ ჩვეულებრივი ხალხი. ადრეს მეფის დროს ძველ დროში ლომი იყო სიმბოლირებული სამეფო გვართან, მაგალითად, ხო? და იმ წრესთან, რომელიც თავადები და ცოტა ისეთი მაღალი წრე, უფრო სასწორის ენერგიაა ჩვენთან, მაგრამ აი სამეფო გვართან ცოტა ახლო თემა, ეს არის ლომური თემა და მერწყული არის მუშათა კლასი. აი თუ ესე ჩამოვიყვანთ, ხო? და სხვათა შორის ზუსტად ეს თემა თამაშდება ხოლმე მერწყულთან. ახლა ზუსტად გამსახურდიაცაც ჰქონდა, რომ აი შეიძლება ცოტა ისე გამოევლინა, აი აფხაზებზე ცოტა ისე ვილაპარაკოთ, ოსებზე ისე ცოტა ისე ვილაპარაკოთ. ხო ზოგჯერ არის, რომ ყოფენ ჯგუფებს განვითარებული კატეგორია და განვითარებული კატეგორია. შეიძლება ეს პირველ დონეზე ან მეორესთან ახლოს გამოვლინდეს. თუმცა მამარდაშვილს ჰქონდა საერთოდ არიდება ჯგუფიდან, რომ იქ არიან ცალკე, ცოტა ისეთი ქართველები და მე ცალკე ვარ. ანუ მე მაღლა ვარ. მართლა იყო. ახლა პრაგმატულად რომ ჩავუღრმავდეთ, ახლა თან იმ პერიოდის ქართული საზოგადოება, აგრესიაც და ეს ომის პერიოდი იყო და მთელი ამბები იყო და მასაში ყოველთვის არის სადღაც ბრბოს პრინციპი ვამბობთ, ხო ესე? აი ესე თემებში ეს მერწყულური ენერგია არის. ჰარმონიული მერწყული ამას საერთოდ ესე არ უყურებს. და პირიქით შეიძლება აი ხალხს ძალიან უყვარდეს სელენა მერწყულები, ხო? აქ სხვა სალომე ზურაბიშვილი არის სელენა მერწყული და სულ ვამბობდი, რომ თან იუპიტერი ვერტში ყავს და ხა ამ ხალხს ვერ დაიჭერს ვერავინ თქო ეს თავისუფლების მოყვარეა მაინც თქო ხო და აი ხალხი მიყვებოდა ყოველთვის ხალხს მაინც უყვარდა ხო ასე თუ ისე ჩამთვარე კირჩხიბში ყავს და ქართულ საზოგადოებას საერთოდ არ უყვართ ლითი კირჩხიბები ზოგადად ისე ვამბობ მაგრამ მაინც აი ეს თემა მერწყულური ის რომ მაინც უყვარს ხალხს სადღაც ან გაყვებიან ბოლო-ბოლო ხო ან ერთხელ მაინც გაყვნენ ისე ეს არის ხოლმე მოსალოდნელი ძალიან თავისუფლად ხო ეს ელენა მერწყულის შემთხვევაში ლიტის შემთხვევაშიც მოსალოდნელი არის ოღონდ მე შეიძლება განწყობები მკვეთრად შეიცვალოს რაც ზედ გამსახურდიასთან დაკავშირებული მაინც მოხდა თუმცა არის ლილიც აქ თავის შარმი თავის ენერგეტიკული ველი და თუ ასე თუ ისე სწორად ვიქცევით თან ელენა თევზი იყო გამსახურდია და სადღაც ხერპლად შეეწირა ხერპლის როლი არის თევზები და სადღაც ესეთ ხერპლად შეეწირა თავისუფლების იდეას ხო ესე გამოვიდა ეს ცოტა დამუშავებულ მაღალ დონეს ვეძახით შედარებით ხოლმე ხო კარმული გაკვეთილი აი ეს არის ლილიტის მთავარი იდეა სხვათა შორის კარმულ გაკვეთილებზე ან ცალკე მინდა ვიდეოც ჩავწერო ჩვენ როგორც რო ვიბადებით, გვაქვს რაღაც მისია კონკრეტული, ერთი მისია, რომელიც უნდა დავამუშავოთ. და ესე მოდიან ხოლმე ჩემთან კონსულტაციებზე და ნახულობთ ხოლმე სხვა შორის
ტარო ძალიან მეხმარება მაგ სად ვარ კარმულ მისიაზე ვეუბნები ხოლმე აი ამ კარმულ მისიაში სად ვარ გავისტუმრებალები თუ არა და ძალიან მეხმარება თერაპიულ პროცესში ტარო შენ თავთან მუშაობ შენ არქეტიპებზე მუშაობ და ტარო ონლაინჯიდან გამოვიწერე ეს კარტები და ძალიან რეკომენდაციას უწევ იცი მომეწონა იმდენი კარტები აქვს ხო და როგორ არის იცით აი ცოტა ისე სიხმსეულად რო ჩავხმოვდეთ მე ცალკე ჩაგეწერთ ამაზე ვიდეოს ზოგი არის წრეზე ტრიალებს ლამ კარმულ აი ვერ გადის გაკვეთილს ანუ გვაქვს რაღაცნაირად გაკვეთილი და ვერ გადადიან ამ ნაბიჯს ზოგჯერ არის ერთი დავხურე სერიოზული მეორე არის ხა მე ჩემ ცხოვრებას რო უყურებდი ხოლმე ძალიან ძიმედ დამწარეთ მივიღე გაკვეთილი კარმული ისეთ განცდა მე მქონდა და შეიძლება გარიდან არაფერი არ ხდება ისეთი მაგრამ მე შეგრძნება მქონდა რომ წარეთ გაკვეთილი მივიღე და თითქოს დავხურე ის თემა რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი კარმული, ესე რომ ვთქვათ, ზოგი არის პროცესში, რომ აი უკვე გავარ მაგაზე, რომ ეს გაკვეთილი მივიღო და ის უნდა გადის უკვე ჩვენი კარმული ვალებიდან და ამაზე მინდა ცალკე ვიდეო გაგკეთოთ. თუმცა ყოველთვის კარმულ ვალებზე ან კარმულ გაკვეთილზე როცა ვლაპარაკობთ, აქ შამთვარი არის ჩართული, ყოველთვის. და შეიძლება ეს გაკვეთილი ვერ გადავლახოთ. აქ არც ფსიქოთერაპია გვიშველის, არც ასტროლოგია, არც არაფერი, მე მინახავს ადამიანი, რომელიც ნუ ხედავ რომ არ გაიარა, არ უნდა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ტკივილი არის, აქ შეხვედრა არის მნიშვნელოვანი საჭირო, გაცნობიერება არის საჭირო, ვინც ჩემთან მოდის ხოლმე, მაგალითად თერაპიულად, როგორც წესი ამ თემას ვეხებით. ანუ რეინკარნაციულ სისტემაში, ესე რომ ვთქვათ, მივიღე თუ არა გაკვეთილი. გაუშვი თუ არა ჩემგან ის, რაც გასაშვები იყო, ან რაც დასამუშავებელი იყო და თუ ამას არ ვაკეთებ, წრეზე ტრიალებთ და მოდის ახალი სხვადასხვა მეთოდით ეს კარმული პროგრამები ადამიანების სახით, სიტუაციების სახით და ეს არ თავდება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის გავაცნობიეროთ რისთვის მოვედით ამ ცხოვრებაში. გინდათ ეს ეგზისტენციალურად შევხედოთ, გინდათ კარმულ ეზოთერული კუთხით შევხედოთ, გინდათ ფსიქოლოგიურად, ხო? ანუ ყოველთვის მანდ გავდივართ რა მისიით მოვედი. როცა კარმულ ასტროლოგიაზე ვლაპარაკობთ, ხა კარმულ კვანძებზე. ეს არის ახლა ამ ცხოვრებაში მე ამ გზაზე უნდა დავდგე, აქ განვითარდე, ვისწავლე რაღაც, მაგრამ კარმული ვალები ეს კიდე ცალკე თემა არის. კარმული გაკვეთილები, ვალებს ესე არ დავარქმე, უფრო კარმული გაკვეთილი. და სულ რო არ ვიცოდეთ, რო კაი ადამიანის ცხოვრებას რო ყვება და კონსულტაციაზე რო მოდიან, მივყვებით ხოლმე თერაპიულადაც მოდიან მე მაგალითად, ხო? და აი ამას მივყვებით, ამ კარმულ გაკვეთილებს მივყვებით ხოლმე თერაპიულად, სხვა მეთოდებს ვიყენებ ხოლმე თერაპიულად და ან აცნობიერებს ადამიანი რომ ეხა ფაზაშია და აი კიდე ერთი ხანდახან ხელისკურა გვინდა ხოლმე რომ აი გადავხტეთ და ჩაიხუროს ეს, ხო? და ხანდახან გვჭირდება უფრო დაახლოება გაცნობიერებებთან და უფრო ესე მოდიან ხოლმე ჩემთან და ძირითადად აი ეს ტრანსფორმაციული ასტროლოგიური თერაპიული პროცესი ეს ჩემი განხრა 15 წელია მაგაშივე. ამიტომ გიწერთ ამ ვიდეოებსაც, რომ კიდე უფრო ჩავღმავდეთ ამას, გაცნობიეროთ რა აკავშირებთ ახლა ლომს და მერწყულის ღერწს ერთმანეთთან. ორივეს არაცნობიერში, რომელიც შეიძლება ერთად ცნობიერებდნენ, უპასუხისგებლობა. ეს უპასუხისგებლობა მოდის შიშისგან, რომ მე რო პასუხისგებლობები ავიღო, ანუ არაცნობიერში ორივეს აქვს გადამეტებული ეს როგორ გითხრათ არაცნობიერი, აი ცოტა ნარცისიზმის მეორე უკიდურესობა რო ჩავრთოთ, არასრულფასოვნების კომპლექსს ვეძახით, ან ხალხი ვერ მიმიღებს. აი უფრო ეს ენერგია არის, ჯგუფში მე ვერ შევდივარ, არ ვღირვარ, მნიშვნელოვანი არა ვარ. ორივეს ეს აკავშირებს. და ლიტი მერწყულიც თავისუფლებისთვის იბრძვის, სინამდვილეში მას უნდა ლიდერი იყოს, ჩაუდგეს ჯგუფს სათავეში. ანუ კომპენსაცია მოვახდინო ამ იდეების მიღმა, სადღაც ჩემი ეგოს გამოხატვაში. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს, ახლა შავმთვარე მერწყულის შემთხვევაში, ხო? აქ კარმულ ასტროლოგიაში ვეძახით ხოლმე ცოტა შიგნით ლიტი ლომსაც იგივე აქვს რა დაუკვირდეთ. თერაპიულ პროცესში სხვათა შორის ძალიან კარგად გამოხატავს ამას, ადრეც მაქვს ვიდეოებში ნათქვამი, ეს ჰერმან ჰესე ლიტი მერწყული იყო და მის წიგნებში
თუნდაც მაგიური თეატრის სცენა, როდესაც ყოფს ფიგურებს, ხო? და ეს ყველა მე ვარ იძახის, არ ტყუოდა მათ და თავის არაცნობიერზე ლაპარაკობდა, იმიტომ რომ მერწყული არის ჯგუფი. როგორც წესი, ლილიტ მერწყულებს ჯგუფი ყავთ შიგნით. შიგნით არის გახლეჩილი ძალიან ბევრ მეტ. ზოგადად ამას ვიძახით ხოლმე. და აი ამის შეკრება უჭირს სადღაც. და აქ პროექცია არის, რომ აი თავისუფლებისთვის და აი მაღალი იდეალებისთვის ჩვენ ჯგუფი ვართ, ჩვენ ერთად ვართ, ზემოდელში არის აქ მეში დაკარგული. შეკრა არ ხდება ენერგეტიკულ დონეზე. სხვათა შორის ლილიტი მზის შეერთებაც მსგავსი არის, ლილიტი ურანის შეერთებაც მსგავსი არის. კვადრატურა ოპოზიციაც იგივენაირად მუშაობს, შეხება თუ არის. მერწყული, ურანი, ეს არის პასუხისმგებელი, რომ მე შევერწყი სადღაც ჯგუფს, არაცნობილ კონფლუენციაში ვიყავი რომელიღაც ინკარნაციაში კარმულად ჯგუფში და დავკარგე ჩემი მე. ანუ მე სულ მგონია, რომ მე რო დავინახო ჩემი თავი, უნდა ჯგუფს შევერწყა. ლილიტი ლომიც იგივე პრინციპი არის. რომ მე ჯგუფმა უნდა მაღიაროს, ისე მე პირდაპირ გზა ჩემ თავთან არ მაქვს. ერთი ჯოხის ორი ბოლო ისე ვამბობ. ლილიტი მერწყულის, ლილიტი ლომის ორივეს ეს პროგრამა აქვს, ოღონდ გამოხატავენ სხვადასხვანაირად. და საბოლოო ჯამში ეს არის, რომ პირდაპირ წვდომა მესთან არ აქვს, სიმყარე ღერძი არ არის მეში. და აი ეს ღერძი ახლა მე შეიძლება ვთქვა ვერძზეც, ხო? ეს სუბთამი არის, მარტო მე და საზოგადოებას იმისი აზრი, ამისი აზრი, აი ამაზე გადადის. შეიძლება ეს ცოტა მივამსგავსოთ, იმიტომ რომ ლომიც ეგოფუნქცია არის და ვერძიც ეგოფუნქცია არის. მერწყულიც ჯგუფი არის და სასწორიც საზოგადოება. ოღონდ აი ამაში ნიუანსებში არის განსხვავება. სასწორს არ აქვს იდეალები, ღირებულებები, თავში ქარი არ ქრის. აქ არის უფრო მერყეობა, ეს ავირჩიო თუ ის ავირჩიო. იმან ესე მითხრა, ამან ესე მითხრა. აი აქ აი სხვა რომ მირჩევს, მან მერყეობა დამეწყება და შეიძლება სულ ვიღაცას ვეკითხებოდე, ხა რა ავირჩიო. და მერწყულის შემთხვევაში ეს არის, რომ მე მჭირდება აღიარება ჯგუფიდან. ლომურ ენერგიაში უნდა ამიტანონ, ხო სადღაც ან მე მჭირდება ჯგუფთან ახლოს ყოფნა, რომ მე ჩემი თავი დავინახო. ოღონდ აი ახლა მე რო ვაკვირდები ხოლმე ლილიტ მერწყულებს ჯგუფში, ზედმეტად ისმის მათი ხმა, ზედმეტად მეზე არიან ორიენტირებულები და ჯგუფს არ უსმენენ, ხალხს არ უსმენენ. ხალხს რა უნდა ამასთან წვდომა არ აქვს, იმიტომ რომ ესენი თავის ჯგუფთან, პირადად შიგნით შიდა ჯგუფთან არიან კონტაქტზე და არა ხალხთან. სელენა მერწყულისგან განსხვავებით, ხალხის ხმა არ არის აქტიური მათთან. ლილიტი ლომიც იგივე არის. აი პუტინის შემთხვევაში ვითომ ლიდერი არის, ვითომ ხალხის ლიდერი არ ესმის მათი ხმა. ჩამთვარე ყავს მადლომში და სელენაც სუსტი ყავს, ახლა მე თევზებში ყავს და მაგიტომ არის სულ დამალული, სულ სადღაც იზოლაციაში, ანუ ძლიერი მხარე მისი იზოლაცია არ არის ეს გამოჩენა, მისი ძლიერი მხარე, ხო და რო ჩდება, არ იცი სწორად როგორ გამოჩნდეს და მე ამისთვის სპექტაკლი ჭირდება და ფეიკი ჭირდება, ხო? ამიტომ სელენას უყურებთ ყოველთვის ლილიტის ანალიზი რო გავაკეთოთ. და ამ შემთხვევაში ერთი აი ამ ნიშნების შუალედი, აი ეს ყოველთვის ეს არის, რომ სადღაც მე მაგ პრობლემა, რომ მესთან ვერ გავდივარ, მე ჯგუფი მჭირდება, ხალხი მჭირდება, რომ ჩემი თავი დავინახო, თორე ის ხალხი კი არ მაინტერესებს, ან იმ ხალხზე კი არ ვზრუნავ. მე ჩემი პირადი ინტერესი მაქვს, ხო? და ამიტომ არიან ახლა შამთვარე მერწყულების მთავარი პრობლემა რა არის? სოციალისტები არიან ზოგჯერ, ყველა არა. სოციალისტები, ჯგუფი და აი ყველა ერთად მოყოთ. ხანდახან არის იდეებში დაკარგვა, უტოპიური იდეებში დაკარგვაც არის. და ესეც გარკვეულწილად უფრო ლილიტი მერწყული როგორ არის იცით, რომ სადღაც დომინირება ლომური ჯგუფზე მაინც არის ხოლმე აქ და მე აგრესიასაც იღებენ ჯგუფისგან. მე ხა რა თქმა უნდა ცოტა დაუმუშავებელ ვერსიას ვლაპარაკობ ხოლმე, მე როდესაც ჩამთვარეზე ვლაპარაკობ, მე ძირითადად ყველა ვარიანტს ყვები, იმიტომ რომ ყველანაირი კატეგორიაც უნდა ჩემთან მოდის ხოლმე და არიან ახლა ჩამთვარე მერწყულები, რომელიც ძალიან ზოგჯერ მიჭირს რომ გავერკვე მართლა თუ იმდენად არ ეტყობათ, ხო და სელენაზე არიან თვლინან და იუპიტერზე. ჩვენც ესეც უნდა გავარკვიოთ, რომ რა დონეზე ვართ, სად ვართ, რა გაკვეთილი მივიღეთ მაგალითად, რას ხედავთ, რას ვერ ვხედავთ, ხო? აი აქაც განვითარება არის ადამიანი თუ ვითარდება საერთოდ არა აქვს, ხო? ესეთი
ანუ აგრესია მცირდება, ეგო მცირდება და გარემოც იცვლება მერე შესაბამისად, თორე ჩვენ ველში არის თავარი ტრიგერები, რაც მერე გარშემო ვაპროეცირებთ ხო ამ ყველაფერს. ეხლა ქალწული თევზების ღერძზე რო გადავიდეთ, რა არის შავი მთვარე ქალწულში? ეს არის ილუზია ლოგიკურობის, პრაგმატულობის, ილუზია დეტალებზე ორიენტირების. ანუ არის შინაგანად მოთხოვნილება, რომ ვიყო ძალიან მიწიერი, მიწისტიკი არის ქალწული და ეს არის ძალიან პრაგმატული მიწიერი ენერგია, ვაკონტროლო ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი, ვიყო სუფთა, ვიყო წკრიალა. იმიტომ რომ ქალწული არის სისუფთავე, ცხეულებრივი სისუფთავე, აზრობრივი სისუფთავე, გარემოებრივი სისუფთავე, აწყობა სისტემის დეტალებში დალაგება ყველაფრის და რაც თავარია, ერთ-ერთი სასტური არის ხოლმე ეკონომია. ძალიან უყვართ ხოლმე, აიცით როგორი ეკონომია, ეს არ არის კურო ლილითისთვის დამახასიათებელი ეკონომია, ეს არის უფრო აი მოხერხებულობა, იმიტომ რომ მერკური არის, მერკური მოხერხებული არის, მისი არქეტიპი არის მოხერხებულობა და აი მოხერხებულად სადღაც აი დავზოგე. აი ყაირათიანი ვარ, აი ფინანსები შეუნარჩუნე ოჯახს. ან პირიქით ამის ანტიპოდი აბსოლუტურად შეიძლება უყაირათო იყოს ადამიანი, ვერ აწყობდეს სისტემას, უჭირდეს დეტალებზე ორიენტირება და ანუ აქ უკვე როცა ესეთ ლით ქალწულს უყურებთ, ეს არის უკვე ლიტი თევზი. ხა ეს ჩვენ ანუ ჩემი აი ეს რო დავაბალანსო ეს მეწვრილმანეობა, დეტალებზე ორიენტირება, აუცილებლად უნდა გადავიდე ლილით თევზებში. ანუ საერთოდ ბურუსი, ასე არა ვარ როგორ საიდან დავიწყო, ასე არ ვარ სად ვიმუშავა, ვიცი, სამსახურში აი ეს დეტალებზე როგორ ვიყო ორიენტირებული, ხო? და საბოლოო ჯამში ყველა ლილიტი ქალწულის არაცნობიერში ეს არის ბლარი. აი წინაზეც თქვი ადრე მე მგონი ტიტანი რო ჩაიძირა კი რა ფეთქდა იმაში ტიტანიკთან რო ჩადიოდა როგორც კი უყურებდი ამ სიუჟეტს რო ესე თავისით ააწყო ადამიანმაო ეგრევე მივხვდი აი თქვი რომ ლიტი ქალწული იქნებოდა მეთქი ეს თქო და მართლა მე რო ნახე რუკა შამთვარე ქალწულში ყავდა ანუ ეს რა არის იცით რომ თავისით ვითომ ვერ ვიწვრილმაისგან სისტემის აწყობა ეს არის ქალწული როცა არის შავი მთვარე მან და არის საცთური, ანუ ვქნი ილუზიას, რომ მე მგონია, რომ აქ შემიძლია რაღაცები დავაწყო, მოკიდა ხელი არ გაითვალისწინა არავისი არაფერი, იმიტომ რომ ლიტი არის საცთური. სინამდვილეში, როცა ლიტის ზონაში შევდივარ, ჩვენ და სულ ვამოწმოთ ლოგიკურად, ანუ თევზებში გადავიდა ტიპი, არავის არ მოусმინა და თავის რაღაც ილუზიაში, ანუ ეგ არის ნეპტუნური ენერგია, თევზური ენერგია, რომ ყველაფერი რაღაცაერად გაატარა. ანუ ყველა წვრილმან თემას იგნორი გაუკეთა, ხალხიც ეუბნებოდა, რომ არა აქვს უსაფრთხოების ნორმები, ეს შეიძლება ჯოისტიკით მართავდე ამ ყველაფერს, ხო? საბოლოო ჯამში ძალიან არალოგიკური ტიპი იყო. ჩრდილში არის ეს. ეხლა როცა არის ამის ტენდენცია, რომ მე კი მინდა წვრილმანებზე მუშაობა, კი ბატონო, ვიმუშავა, მაგრამ მე ზოგჯერ არის ხოლმე, რომ თევზები ვით ბურუსში ვარ, მაგრამ თევზები რა არის? ეს არის დასვენება სულის მოსმენა შინაგანი და აი რო ვლიბლიბებ ამ ცხოვრებაში, რო გავდივარ ამ ცხოვრებიდან. აი თუ აქტიურად ლილიტი არის ქალწულზე, ხო? რა თქმა უნდა, პოტენციურად თევზებს ისედაც ატარებს თავის თავში. მაინც ეს არის ფანატურად ჩაციკლა დეტალებზე, თევზები ჩვენთან ფანატიზმი არის, ფანატურად ჩავიციკლე და აქ რა ხდება მე თუ ფანატურად ჩავიციკლე მე სულ მუშაობ აი ვიცნობ ლით ქალწულს რომელიც დასვენება არ იციან საერთოდ ანუ მათ მხოლოდ სამსახურში ყოფნა ან დეტალებზე მუშაობა ან სისტემის მსახურება ანიჭებს სიამოვნებას აი ყველაზე ძიმე გამოვლენაში მინახავს რომ ადამიანი მინიონებს ეძახი ხალვე რაღაცა ცუდ სისტემას უნდა ემსახურონ აი ძალიან ისეთ რაღაცა უნდა გითხრათ მაგრამ საჯარო სამსახურებში, აი ყველაზე შავ საქმეებს ახლა ვინც აკეთებს, ბევრს ნახე, ლიტი ყავდა ქალწულში. აი ჭუჭყიან ბინძურ საქმეს, ბინძური პროპაგანდა რო ვთქვათ, მაგალითად, ან ძალიან ისეთ დარგი მხარე, ხშირად შეიძლება იყოს, ხშირად კი მინახავს კიდე ჩამთვარე ქალწულები არიან. აი ეს არის ერთ-ერთი დარგი მხარე, ბნელი მხარე. და ფანატურად შეუძლიათ ემსახურონ ბნელ სისტემას.
ან მაგალითად დამუშავებული მყავს რაღაცა კუთხით და საბოლოო ჯამში ამ გადაჭარბებულ, გადამეტებულ კონტროლზე, დეტალებზე იმალება ის, რომ მათ ეშინიათ არაცნობიერში რამე არ გამორჩეთ. იმიტომ რომ იციან, რომ არაცნობიერში თევზურ ენერგიას ატარებენ. ეხლა მე ძალიან ისე გამოკვეთილად, რასაც ხედავთ ხოლმე, იმას გეუბნებით, ხო? აკვიატებაა სისუფთავის, სექსუალური სისუფთავისაც, აკვიატება არის სხეულებრივი სისუფთავის, სირცხვილის დიდი შეგრძნება, ადრე მქონდა ძალიან კარგი ტრენინგი გავაკეთე. ლილიტი და სექსუალური ენერგიები. აი ძალიან საინტერესო იყო. უფრი დახურული ტრენინგი იყო, რამდენიმე ადამიანი მყავდა და თავის გამოცდილებებს ყვებოდნენ, ახლა სექსუალურ გამოცდილებებს კი არა, აი ენერგიასთან, როგორ შეუძლიათ, აი ახლა ლილიტური ენერგია რას აძლევს, რა საცდურებს აძლევს, ხო, ემოციურ შინაგან დონეზე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ლილიტი სექსუალური ენერგიაა ზოგადად და როგორ ვავლენთ სექსუალურობას შემთხვარე აჩვენებს მანდულად ახლა საჯაროდ ამებზე ესე დეტალურად ვერ ვისაუბრებ და უფრო სკოლაში ვსაუბრობ ხოლმე დახურულ ჩემს ასტროლოგიურ სკოლაში ტრენინგებზე ვსაუბრობთ ხოლმე ღიად ამაზე და ძალიან საინტერესო არის ეს ლილიტები და სექსუალური ენერგია. და მანდ არის დაფარული, ფარული ენერგიები, რომელიც შენ ახლა ხო განებით აქ სექსუალურ ურთიერთობაზე არ მაქვს საუბარი სექსუალურ ენერგიაზე შიგნით, როგორ ვავლენთ ამას, ხო? სად იბლოკება უბრალოდ სექსუალური ენერგია, სად არის უკონტროლოდ გადასული, ამას ლილიტები აჩვენებს როგორც წესი და ამაზე მქონდა ძალიან საინტერესო ჯგუფური თერაპიული ესეთი ტრენინგი. და ისეთ შეგიძლიათ მე გაარკვიოთ თქვენში, იმიტომ რომ შემთხვევია ძირითადად სექსუალური, მერვე სახლის სექსუალური ენერგია, მარსის სექსუალური ენერგია, მაგრამ ლილიტი არის ეს მთლიანად ფონი, როგორ ავლენს შიგნით ადამიანი ამ ენერგიას არის თუ არა რეალიზებული, გახსნილი არის თუ არა და ქალწულის შემთხვევაში ეს არის ძლიერი სირცხვილის გამო დაბლოკილი სექსუალურობა ან გადამეტებულად ორიენტირება სექსუალურ ენერგიაზე, ოღონდ ისიც ცოტა არასუფთად. აი ესე რომ ვთქვათ, არასუფთად, ამიტომ ახლა დეტალებზე ჩავხმავდე, მაგრამ მე აქაც არის ხოლმე რომ თითქოს შინაგანად არის სურვილი რომ რაღაცა დავალაგო, რაღაც მოვაწესრიგო, შეიძლება სულ მინდოდეს რაღაცა დავასუფთავდეს, ამდენში აქ იყოს ხეცნობიერად ცდილობს ადამიანი გასუფთავდეს ენერგეტიკულ დონეზე, იმიტომ რომ გროვდება, აი სულ რო არ გქონდეს ახლა ურთიერთობები არასუფთად, ჭყალებში ვუტრირებ ახლა სუფთა ენერგეტიკულ ფსიქოლოგიურ დონეზე, მაინც აქცო შინაგანად ამის განცდა, რომ ურთიერთობებში ეს ენერგია არ არის მაინც სუფთა, იმიტომ რომ ლილიტი ქალწული ეს ეყოფს ან სუფთა რაღაცა, ან არასუფთა არის და ძალიან სერიოზული შეიძლება უკვე ამ სფეროშიც პრობლემები იყოს. ასევე თევზების შემთხვევაში რა ხდება? თევზების შემთხვევაში საერთოდ იგნორი შეიძლება იყოს ამ სექსუალური ენერგიისას. თევზების შემთხვევაში ეს არის ცოტა აი კლასიკურ ასტროლოგიაში რო გავყვეთ, ну პრაქტიკულად ეს არის ცოტა ფანატისტური ენერგია, ანუ ვიღაცას უნდა ვემსახურო თემა ქალწულის ენერგია აქვს თევზებს. იდეა რომ ვიღაცას უნდა ვემსახურო და ამ მსახურებაში იდეაში ეს უფრო სულიერი მსახურება გადის ხოლმე. ან ემოციური მსახურება და ან ემოციური მკურნალობა შეიძლება იყოს და საბოლოო ჯამში ორივეს ერთი ღერძი აქვთ, ანუ მკურნალობაზე გადიან აქ თავიდან ბოლომდე სამკურნალო ენერგეტიკაზე გადიან. მე ამას ამ ვიდეოებს შებრუნებულადაც გეტყვით, ახლა ძირითადად უფრო აქცენტს ვაკეთებ ხოლმე ახლა ქალწულზე უფრო მეტი ვილაპარაკე და შემდეგ თევზებზე უფრო გავაკეთებ აქცენტს და სად გადადის ქალწულის ზონაში უფრო, მაგრამ ორივე საერთო აქ მსახურება და ოღონდ ბრმად რაღაც სისტემის მსახურება ან პირიქით დაცვა, რომ მე არ მინდა სისტემას ვემსახურო და სადღაც ტივტივებდეს სისტემის მიღმა ადამიანი, ხო? და შეიძლება ხანდახან არის ხოლმე რომ ხა თევზებს უფრო აქვთ ეს რომ გამოყოფა საერთოდ სისტემისგან და აი მე შენთან ვარ, მაგრამ თან არა ვარ, იმიტომ რომ ქალწულის ენერგია ჩვენთან ეს არის, მექვსე სახლიც ეს არის, როგორც აი ბევრ ხალხთან რო ტრიალებ, ძალიან ბევრი ხალხი, ოღონდ ეს არა მერწყულური მასების ხალხი. აი სამსახურში რომ მიდიხარ და ყველა რო თავის საქმეს აკეთებს, აი
სისტემაში მომშავე ხალხს გულისხმობ აქ და პრაგმატულობა მერკური მართავს ამ ენერგიებს და აი მე რომ ახლა დაღმავალი ვისაც კარმული კვანძი ყავს ქალწულში ძალიან პრაქტიკულები არიან, ძალიან პრაგმატულები არიან. ნუ აი ხედავენ ადამიანებს იცნობენ ძალიან კარგად, ხო? და დაღმავალ თევზებს ცოტა ეგ პრობლემა აქვთ, რომ შეიძლება აიდეალებდნენ ადამიანებს, ცოტა ისე გულით უყურებდნენ, ცოტა ემოციურად უყურებდნენ და მე ნენელა ხვდებიან, რომ ხბერ რამე აქვს სასწაული, ხო? ამიტომ არის უსამსახურში უნდა იყოს და აღმავალი ქალწული სულ უნდა მუშაობდეს. სულ სისტემაში უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ ბევრი რამე აქვს სასწაული კარმულად. და ამ შემთხვევაში როცა ლილითზე ლაპარაკობთ, ხო? ეს შეიძლება იყოს რომ მე სისტემაში ვარ, მაგრამ საერთოდ ვერ ხედავ იქ სად ვარ, დროის აღქმა შეიძლება არ მქონდეს, უცებ სადღაც მუშაობ და გავიდე ზონიდან მაგალითად, ანუ უჭირთ მიწიერი ენერგია, დაგრაუნდება უჭირთ ლილით თევზებს, ქალწულში გადასვლა უჭირთ, ხო? კონსტრუქციულად არიან ნეგატიურად ქალწულში, როგორც მსახურება ოღონდ თევზურ ზონაში. ეს არის პრობლემა, ამას მე კიდევ უფრო უკეთესად ავხსნი. მაგრამ ქალწულის შემთხვევაში მისი პრაგმატიზმი, მისი გონიერება საბოლოო ჯამში ისეთ თევზურ ბლარში შეიძლება ადიოდეს, მაგალითად ლილითი ქალწული იყო ფროიდი. მარსთან შეერთება ქონდა ქალწულის ლილიტის და სხვათა შორის ვისაც კი ფსიქოთერაპიაში ვნახულობდი, ახლა აი ლაზარევი მაგალითად ეზოთერულ სფეროში არის და სულ მუდმივად ლაპარაკობს ლაზარევი ეგო დავთრგუნოთ, ეგო დავსგუნოთ, თან სულ ამბობს, რომ აი სიყვარულია მთავარი. მისი შავი მთვარე ლომში არის. სულ თავის ეგოზე ლაპარაკობს, თავის გამოძახილზე ლაპარაკობს და მართლა იმას არ ამჩნევს გარემოში, რაც მას უტრიგერებს, მას აქვს პრობლემა. შეიძლება ცოტა კარმულად ან ასტროლოგიურად ეგ რო გავაცნობიეროთ, ჩვენ ფოკუსში ვიქნებით, რომ მე ამას ვხედავ, ესე იგი ეს მე მაწუხებს. მოდი ამას დავამუშავებ და მე უკვე ობიექტურად დავინახავ სხვა რეალობასაც. იმიტომ რაც გვაწუხებს, მხოლოდ იმას ვხედავთ და იმას რო ვხედავთ, ის მერე პრობლემა არის ჩვენთვის, ხო ხდებით? იმიტომ რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტზე ვერ გავდივარ, ეგ აქ ლილით ლომს ამ შემთხვევაში. თან პლუტონს უერთდება მისი ლილიტი და ეს ძალიან დიდი ძალაუფლების სურვილი არის და კონტროლის სურვილი არის და თან აქ რა არის დაღმავალიც ლომში ყავს ლილითთან და პლუტონთან, პუტინის რუკა აქვს თითქმის. და მისი ესე ვლინდება ხა ძალიან მომწონს ლაზარევის ძალიან ბევრ ციგნებს ვკითხე, ყველაფერი მაგ დაკითხული რაც მას აქვს, მაგრამ მაგასაც კარგად ხედავდი მის პრობლემას და იმასაც ხედავდი, რომ რეალურად ხალხთან კონტაქტი მაინც არ ქონდა ამ თავის პირადი ეგოს პრობლემების გამო. ფროიდს ქონდა ქალწულში მარსთან შეერთებაში ლილიტი, ყველაზე პანიკურად ეშინოდა, დაენახა რასაც ვერ ვხედავ იმის მიღმა. მაგალითად იუნგი ლაპარაკობდა, რომ არის არქეტიპები, არის იმან ლილითშვილდოსნურად გაშალა ეგრევე ფართოდ. თემები არქეტიპებში გადაიყვანა, სიმბოლიზმში გადაიყვანა, მშვილდოსანი სიმბოლიზმი არის ჩვენთან. ფროიდს ყველაზე მეტად ეშინოდა მეცნიერებს, არ ეთქვათ, რომ შენ ახლა მეცნიერულ ჩარჩოს გაცდი. ლიტის ზონაში ამის გოშინია ყველაზე მეტად. ხანდახან არის ის მომენტი, რომ ზოგჯერ უნდა დაუბალანსდეთ ოპოზიციით, ამ დროს ზუსტად ოპოზიციით ვერ დაბალანსდა, იმიტომ რომ თევზები არის ცოტა სულიერება, ცოტა ფსიქოლოგიური ჩაღრმავება და მან რომ მეტი ენერგია ქონდა, უფრო ჩაუღრმავდებოდა ამას და მარტო სექსუალურობაზე არ დაიყვანდა ყველაფერს. მარსი სექსუალური ენერგიაა ჩვენთან და ლილიტი მარსის შეერთება, ამიტომ ქონდა გაჭედილი თან თვითონ იყო არასუფთა, ბჭყალებში ვამბობ, თავის პაციენტებთან ქონდა ურთიერთობები ინტიმური და რეალურად თავის შინაგან უსუფთავობაზე, ახლა ძალიან მითიკურად დღეს ვიყიდებ, უსუფთავობაზე გველაპარაკებოდა და თავისი პირადი დრამა ფსიქოლოგიაში შემოიტანა როგორც ჭეშმარიტება. და სიამდილეში ეს არის ძალიან სუბიექტური ლიტის ზონაში, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდოთ, რომ იქ შეიძლება ჩვენ ზედმეტად გავჭედოთ რაღაცაზე, აი როგორც ლიტი თევზი თუ ძალიან თევზებზე ზის, ძალიან სულიერებაში შეიძლება იყოს გაჭედილი, ხო? და აქ ჩემი აზრით ფროიდი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ არ გადასულიყო ვითომ თევზებში, სიამდვილეში გადადიოდა, იმიტომ რომ თლიან სურათს ვერ ხედავენ ხოლმე, როცა მარტო ქალწულში ზიან, ხო? ეს არის ხედვა შავი მთვარე ქალწულის შემთხვევაში ტყის მაგივრად ტოტების მარტო და ტყეს ვერ ხედავ, ვერც სილამაზეს ვერ ხედავ იმ ყველაფრის, ხო? მარტო გეჭხირება რაღაცა დეტალები, რომელიც თლიან სურათს არ იძლევა, იმიტომ რომ თევზები არის მთლიანი სურათი, როგორც წესი, ხო? და ქალწული არის წვრილმანები. ამ წვრილმანებზე თუ ვიყურები, თევზურ მთლიან სურათს ვერ ხედავ. და შესაბამისად, თუ
ამ წვრილმანებზე ვიყურები, თევზურად ბლარში ვარ, ბურუსში ვარ. ანუ მე ნეგატიურ თევზებში ვარ, ანუ მთლიან სურათს ვერ ხედავ შესაბამისად. და ამიტომ კი ვცდილობთ ჩვენ ტრავმების ლილიტის ზონას შევიდე და დავამუშავოთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვიჭედებით აი ამ ჩვენს ილუზიაში და გარემოს ობიექტურად ვერ ხედავთ, ხო? და ფროიდის შემთხვევაში ზუსტად ეს იყო და სინამდვილეში მისი გაუბალანსებული სექსუალური ენერგია მარსი ლილიტის შეერთება თან მერვე სახლში ქონდა როგორც მახსოვს თუ მე-10 თუ მერვე სახლი მეგონი მერვე სახლში იყო სატურნი მერვე სახლში ქონდა და ეს დაერთო დაბლოკილი სექსუალურობა ანუ მე შინაგანად ენერგეტიკულად არ ვინდობი არავის მერვე სახლი სატურნი შინაგანად ენერგეტიკულად არ შემდგარ მერვე სახლი სექსუალური ენერგია ჩვენთან და ასევე რესურსული ენერგია და მატერიალური ენერგია ან ბევრ რაღაცას მართავს მერვე სახლი და მე იქ ლილიზე გადავდივარ ხა სადღაც ანუ აი ეს თემები ძალიან აქტუალურია ხოლმე როცა ლილიც ვეხებით და ძალიან საინტერესო არის აი დოლორეს კენონი როცა ლაპარაკობთ ხოლმე ხო ეს ლილიტი თევზი იყო აი ჰიპნოზი და წარმოსახვა და მიცურავდა სადღაც მანდა შეიძლება პრაგმატიზმის ნაკლებობაც შემოვიდეს და მანდაც უნდა ვიყოთ ხოლმე ფრთხილად, როცა ლილიტის ზონაში ესე შევდივართ. არის ლილიტებსაც გააჩნია ზოგი ლილიტი, აქ პირდაპირ თევზი ქალწული ცოტა ილუზორულ თემებს ეხება. და ხა თხის რქა და ესეთები ცოტა ძლიერად მუშაობს, ხო? ახლა მორიელი და თხის რქა ბევრად უფრო ძლიერი არის შამთვარემან ვიდრე სხვა ნიშებში. ამაზე მე კიდე გეტყვით. მაგრამ ძირითადად ეს მინდოდა მომაყოლა თქვენთვის, იმედია მოგეწონათ, იმედია დაგაინტერესეთ, იმედია კარგად გაიგეთ. კარგად გაიაზრეთ და ველოდები ხოლმე კომენტარებს, ველოდები ხოლმე ლაიქებს და დროებით. მალე გავაგრძელებ კიდევ.